Полиция! Полиция открывайте! რუსი ჯაშუშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი გაშიფრულია, მისი წევრების ნაწილი კი დაკავებული. აღკვეთილია რამდენიმე მკვლელობა და ტერაქტი უკრაინასა და ევროპის დედაქალაქებში. რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური ოპერაცია უკრაინის ნაციონალურმა პოლიციამ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცა უწყებებთან კოორდინაციით ჩაატარა. ოპერაცია გარტის პირველი ეტაპის შედეგებზე უკვე დღეებია საუბრობენ. ოფიციალური ცნობებით დაკავებულია რუსეთის საგარეო დაზვერვის 9 ჯაშუში, 4-ზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სამწუხაროა, რომ ამ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეცა. მისი ვინაობა ამ დრომდე კონფიდენციალურია, ასევე ოფიციალურ ანგარიშებში არაფერი წერია კონკრეტულად რა ევალებოდა მოსკოვიდან მართული ჯგუფის ქართველ წევრს. ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რაზეც საგამოძიებო უწყებები ღიად საუბრობენ. ოფიციალური ანგარიშებით რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინისა და ევროპის მასშტაბით კრემლისთვის არასასურველი პირების მკვლელობებს, ტერორისტულ თავდასხმებსა და სხვა მძიმე დანაშაულებებს გეგმავდნენ. რუსეთის სპეცსამსახურების დავალები ჯგუფის წევრები კონკრეტულ ადამიანებს მთელ ევროპაში აკვირდებოდნენ, ადგენდნენ მათი გადაადგილების მარშრუტებს, კონტაქტებს და ამონაცემებს გადასცემდნენ ხელმძღვანელებს ლიკვიდაციის მოსამზადებლად. ეს არის ტრანსნაციონალური აგენტურული ქსელი, რომელიც მოქმედებდა რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ეჭვმიტანილები ახორციელებდნენ უკანონო თვალთვალს გარკვეული პირების მიმართ, აგროვებდნენ მათზე სხვადასხვა სახის ინფორმაციას. მათ შექმნეს დეტალური დოსიეები პოტენციურ მსხვერპლებზე. ჯაშუშური ქსელის სხვა წევრები უზრუნველყოფდნენ ლოჯისტიკას, ეძებდნენ დანაშაულის ჩადენის საშუალებებს და მონაცემებს კურატორს გადასცემდნენ. კომუნიკაციისთვის იყენებდნენ დაცულ მესენჯერებს, ფსევდონიმებს, ანონიმურ ანგარიშებსა და დროებით სიმბარათებს. საგამოძიებო უწყებების ცნობით, გრუს ჯაშუშთა ქსელის წევრები საგანგებო ჩერჩეული პირები იყვნენ. ძირითადად კრიმინალური წარსულის კანონთან პრობლემების ან სოციალურად დაუცველები, ვიზაც ზემოქმედება მარტივი იქნებოდა. სამიზნეებს შორის კი უკრაინელი ჟურნალისტები, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფიცრები და პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტები იყვნენ. გამოძიება ამ ქსელის წინააღმდეგ ლიტვაში სწორედ ერთ-ერთი შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთით დაიწყო, რომლის სამიზნეც პუტინის მოძალადე სისტემას გაქცეული ბაშკირელი პოლიტიკური აქტივისტი რუსლან გაბასოვი იყო. Российскими спецслужбами планировалось мое убийство. სიკვდილს ბაშკირეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აქტივისტის შემთხვევით გადაურჩა, როგორც თავად გვითხრა გაუმართლა, რადგან ავტომობილის რეცხვისას მანქანაზე დამონტაჟებული გადაადგილების მაკონტროლებელი მოწყობილობა ნახა და პოლიციაში მიიტანა. შემდეგ დაიგეგმა მთელი რიგი ოპერაციები. ლიტვის პოლიციამ დაიწყო მისი სახლის, ავტოსადგომის და ყველა იმ ადგილის ფარული კონტროლი, სადაც რუსეთიდან დევნილი პოლიტიკოსი გადაადგილდებოდა. შედეგად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ვილნიუსში გაგზავნილი მკვლელები დანაშაულის ჩადენამდე დააკავეს. რუსლან გაბასოვმა გითხრა, რომ საფრთხე სულ გრძნობდა. რუსეთში მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების გამო ქვეყანაში ჩასვლას ვეღარ ახერხებს. მთავარი მიზეზი კი მისი პოლიტიკური აქტივობაა. გაბასოვის ინფორმაციით ისჯერ ბაშკირეთისთვის ფართო ფედერალურ სტატუსს ითხოვდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვებამდე მასშტაბური აქციებიც ჰქონდა. ახლა საზღვარგარეთ ბაშკირეთის ეროვნულ მოძრაობას ხელმძღვანელობს, რომლის იდეებიც ხალხში პოპულარულია. и террористов, иностранных агент. მე შემიყვანეს ტერორისტებისა და ექსტრემისტების, ასევე უცხოეთის აგენტების სიაში. ვარ ფედერალურ და საერთაშორისო ძებნაში. ვიცოდი, რომ გარკვეულ საფრთხეს წარმოვადგენ, რადგან ჩემს იდეებს აქვს გამოხმაურება ბაშკირეთის მოსახლეობაში. სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს დამოუკიდებლობის იდეას მხარს. სულ უფრო მეტი იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთი არის იმპერია, რომელიც უნდა დაინგრეს. მაგრამ მე არ მეგონა, რომ საქმე მკვლელობამდე მივიდოდა და როცა აღმოვაჩინე მანქანაზე გადამცემი, როცა მე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მის გასარეცხად მივდიოდი. მივხვდი, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და ვიღაც ჩემი საქმიანობით იყო დაინტერესებული. კილერის დაკავებისას კი დავრწმუნდი, რომ ვიღაც ჩემი ფიზიკური განადგურებითაა დაინტერესებული. რატომ წარმოვადგენ მე მათთვის საფრთხეს? აქ ნათელია ყველაფერი. ჩემი საქმიანობა საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის მთლიანობას, პუტინის სისტემას, პუტინის რეჟიმს. თუ ჩვენი იდეები გაიმარჯვებს, ხვდებიან, რომ მთელი სისტემა განადგურდება, რუსეთი დაიშლება. რესპუბლიკები მოიპოვებენ დამოუკიდებლობას. მოსკოვი დარჩება იმ რეგიონების გარეშე, საიდანაც 100 წლეულების განმავლობაში ნავთობს, ძვირფას ქვებს, გაზსა და ოქროს ისაკუთრებდა. ანუ მათ აღარაფერი ექნებათ. სწორედ ეს წარმოადგენს რუსეთისთვის მთავარ საფრთხეს და ამის გამო დაიწყეს დარტყმების მიყენება სხვადასხვა მოძრაობების ლიდერების წინააღმდეგ.
именно вот это для них представляет наибольшую угрозу. И поэтому сегодня удар прямо идет именно непосредственно по лидерам национальных движений. Руслан Габасовს კითხეთ გრუს ჯაშუშების ქართულ წევრზეც. ხომ არ ქონდა დამატებითი ინფორმაცია გამოძიებისგან, რისი გაზიარება შეეძლო. გითხრა რომ საქმის მასალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საჯაროდ ვერ ისაუბრებდა. Я об этом узнал только вот когда уже было официальное. ამის შესახებ მე შევიტყვე ლიტვის პროკურატურისა და კრიმინალური პოლიციის საჯარო ბრიფინგიდან, როცა თქვეს რომ გამოაშკარავებულ ჯგუფში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შედიოდნენ, მათ შორის საქართველოსი. ეს საერთაშორისო დაჯგუფება იყო, რომელთა დავალებაც არა მხოლოდ ოპოზიციურ ლიდერებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ ევროპაში აფეთქებები და დივერსიები უნდა მოეწყოთ. ეს ალბათ გასაკვირი არცაა, თუ არ ჩავთვლით საბერძნეთს. ამ ჯგუფში ყველა იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელიც ოდესღაც რუსეთის გავლენის ორბიტაზე იყვნენ და საბჭოთა კავშირში შედიოდნენ. ჯგუფის წევრები არიან მოლდოვიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, საქართველოდან. Латвия, вот Саакартвело, Грузии. Руслан Габасоვის გარდა გრუს ჯაშუშების სამიზნე ლიტვაში კიდევ ერთი აქტივისტი იყო. ამ შემთხვევაში უკვე ლიტვის მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარდამჭერია და ხშირად აორგანიზებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის თანხების შეგროვებას. გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ გამოაშკარავებული ჯაშუშური დაჯგუფების სამიზნე უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება და ტექნიკა იყო. ოფიციალური ანგარიშებით დაკავებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მათ ადგილმდებარეობაზე აგროვებდნენ ინფორმაციას, რომ შემდეგ გაენადგურებინათ. ოპერაცია გრატი უკრაინის ნაციონალური პოლიციის მონაწილეობით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ რუსი ჯაშუშების წინააღმდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ნამდვილი ნადირობა აქვს გამოცხადებული. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში SBU-მ უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე პირი დააკავა. მათ შორის არასრულწლოვნები. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო დაზვერვა იქამდე დავიდა, რომ მოზარდების სკოლებში თანატოლების დასახოცად გადაიბირა. რუსეთის სპეცსამსახურების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს კიდევ ერთი გარემოება. ბოლო დღეებია საერთაშორისო მედიაში აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ევროპული სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, რომელიც სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ CNN-მა, Financial Times-მა და მნიშვნელოვანმა ისტორიებმა გაავრცელეს. ამ ანგარიშის მიხედვით კრემლმა მკვეთრად გაზარდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირადი უსაფრთხოება და ახლო თანამშრომლების სახლებში სათვალთვალო სისტემები დაამონტაჟა, რაც გადატრიალების შიშით გამოწვეული ახალი ზომების ნაწილია. ამავე ანგარიშით კრემლის დიქტატორის პარანოია იქამდე მივიდა, რომ თავად მოდერნიზებულ ბუნკერში ჩაიკეტა, საკუთარ ხელთქვეითებს, მზარეულებს, მცველებს და ფოტოგრაფებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ინტერნეტთან წვდომის მქონე ტელეფონებით სარგებლობა აუგზავნა. ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ პუტინის დაცვის წევრებს მისი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სახლებში სათვალთვალო კამერები დაუმონტაჟეს. კრემლის დიქტატორს ჩამოგდების ეშინია. ევროპული სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის მიხედვით შიდა გადატრიალების საფრთხე შესაძლოა სერგეი შოიგუსგან მოდიოდეს. Цитирую, ассоциируется с риском попытки госпереворота. გასაჯაროებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს, ასოცირდება გადატრიალების რისკთან, რადგან ის მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს სამხედრო უმაღლეს სარდლობაში. ეს ანგარიში ალბათ ბევრისთვის სასურველ სურათს ქმნის. ბოლო პერიოდში ბევრი მიმართულებით განცდილი წარუმატებლობის გამო კრემლის დიქტატორისთვის, როგორც ჩანს, ბოლო ჟამი დადგა. თუ უკრაინულ დრონებს გადაურჩა, საკუთარი ელიტის რისხვა მოდერნიზებულ ბუნკერამდეც მისწვდება.